მაინც საუბარი მინდა დავიწყო იმ მდგომარეობით, რომელიც არის ახლა უკრაინაში, განსაკუთრებით კიევში, რამდენადაც მართლაც ანომალური ყინვებია. ახლა შევამოწმე და -17 გრადუსი არის უკრაინის დედაქალაქში და ინტენსიური დაბომბების, განსაკუთრებით ენერგეტიკული ობიექტების დაზიანების და წყობიდან გამოყვანის ფონზე ძალიან გართულდა ცხოვრება თავად კიევის დედაქალაქშიც. წყლის მომარაგებაშიც არის პრობლემები, ელექტროენერგიის გათბობის განსაკუთრებით. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა კიევიდან გუშინ, რომ აი 90-იანების თბილისს გავს ხმითო, იმიტომ რომ ყველგან ეს გენერატორების ხმა ისმის და მაღაზიები, აფთიაქები, აღარაფერს ვამბობ, კრიტიკული ინფრასტრუქტურა სწორედ ძირითადად მაინც ესეთი ავტონომიური ენერგომომარაგების შესაძლებლობებზე გახდა დამოკიდებული. როგორია ახლა ამ მომენტისთვის სიტუაცია კიევსა და უკრაინაში, რამდენად ასატანი? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ასევე გილოცავთ მათ, ვინც აღნიშნავს კალანდას. სიტუაცია უკრაინაში, როგორც ბოლო 4 წლის განმავლობაში არც თუ ისე მარტივია, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის. ნამდვილად მტერი არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ იერიში მიიტანოს ჩვეულებრივ მოსახლეობაზე, იმიტომ რომ ენერგოობიექტების დაბომბვას არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, თქვენთვის ეს არც წყლის და არც სხვა ინფრასტრუქტურას, ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ აიძულოს უკრაინული მოსახლეობა, რომ მათი განწყობა იყოს უფრო დანებებისკენ. რაც ჩემი აზრით რთული ამოცანა არის, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ნამდვილად მარტივი არ არის -17-ში უშუქობაში ცხოვრება, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ -17-ში და ხანდახან კიდე უფრო მეტ მინუსში არიან უკრაინელი და ბიჭები და გოგოები, რომლებიც ამ ყინვაში ზიან პირველ ხაზზე და ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩვენი ყველას თავისუფლებას იცავენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არ არის არც იმის დრო, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი და ყველა, ვინც უკრაინაში ცხოვრობთ, ამან ჩვენზე ძლიერად იმოქმედოს, თუმცა დისკომფორტი გასაგებია. და მეორეს მხრივ ასევე მნიშვნელოვანი არის აღინიშნოს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მიუხედავად ამ ომისა უკრაინაში ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე ეს გახდათ საქართველოში 90-იან წლებში, როგორც ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, ისე ფინანსური შესაძლებლობების კუთხით მოსახლეობას. გიორგი, შემდეგი კითხვა უკავშირდება დღევანდელ ამბავს, სანამ კიდევ უფრო დიდ კონტექსტთან მივალთ. ეს არის საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო უკრაინის აწარმოებს. ამ შემთხვევაში უკვე პოლიტიკოსების წინააღმდეგაც, იგივე იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ, ბევრისთვის შეიძლება სიურპრიზი და გასაოცარი იყო, დავით არახამიას ოფისშიც ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედებები. როგორი რეაქცია აქვს ამას თავად უკრაინაში, იმ გაგებით, რომ სიტუაცია არის ისეთი, რომ გარედან ყოველ შემთხვევაში მოლოდინი იმისა, რომ ადგილობრივი პოლიტიკური ძალების კონსოლიდირების ხარისხი, თანამშრომლობის ხარისხი საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პირობებში უფრო მაღალი უნდა იყოს. ასეთი ტიპის მოვლენები ხომ არ აჩენს სერიოზულ პრობლემებს შიდა პოლიტიკური დაძაბულობის კუთხით? პირველი სპეციალურად მოვიკითხე დავით არახამიას ოფისში ჩხრეკა დღეს არ ჩატარებულა. ანუ ეს არასწორი ინფორმაცია იყო, რომელიც გავრცელდა. მე ხა დავით არახამიასთვის არ მიკითხია, მაგრამ როგორც მოვიკითხე, დავით არახამიას ოფისში არ ჩატარებულა ამ დროისთვის არანაირი ჩხრეკა. თუმცა აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ რამოდენიმე ალბათ ერთი კვირის წინ მსგავსი შემთხვევაზე ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხრეკები ჩაატარა, მათ შორის ხალხის მსახურის რამოდენიმე პარლამენტის წევრის ოფისში. ასე რომ აქ ახალი დიდად არაფერი არ არის, ჩვეულებრივი ამბავია, საუკეთესო იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ ხელისუფლების შტოს და შესაბამისად ის აგნოსტიკურად
მოქმედებს და მუშაობს იმისათვის, რომ ქვეყანაში მოსყოს ყველანაირი შესაძლებლობა. ეხლა მე უყურე იულია ტიმოშენკოს ვიდეოს, სამწუხარო საყურებელი არის, მართალი გითხრათ, იმდენად, ის საუბარი, რომელიც ის ჩანაწერი, რაც გამოაქვეყნა ნაციონალური ანტიკორუფციულმა ბიურომ, ჩემი აზრით, ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი ქმედებას ბევრად დიდი, ასე ვთქვათ, გამოხმაურება მოყვებოდა. ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ დაცვის მხარე ცდილობს, რომ გაყიდოს ბევრად უკეთესად, ვიდრე ეს რეალურად არის. იმ საუბარში, რაც იქნა გამოქვეყნებული, ნათლად ჩანს, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ შეეძინათ ასევე ხმები, მათ შორის არა მხოლოდ კანონურ პროექტებზე, არამედ დანიშვნასთან დაკავშირებით, მათ შორის მათი ამოცანა, როგორც აღმოჩნდა, გახლდათ შეეჩერებინათ პროცესი სამთავრობო ცვლილებების, რაც თავის მხრივ პოლიტიკური მაღალი დონის კორუფციაზე მცდელობაზე მიუთითებს, რაც როგორც ნახეთ, დამოუკიდებელმა ანტიკორუფციულმა ბიურომ აღკვეთა. აქვე არის აღსანიშნავი, რომ ამ ბიუროს შექმნაში ქართული კვალი არსებობს, მათ შორის როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი, დავით საყვარელიძე და ბევრი სხვები იყვნენ პირადად ჩართულები, ზურაბადიშვილი და ასე შემდეგ, ჩართულები ამ ანტიკორუფციული ბიუროს კონცეფციის შემუშავებაზე თავის დროს, მათ შორის შემდგომში ხელმძღვანელ პირებათაც გახლდათ ქართველები და ამ ორგანომ დაამტკიცა თავისი დამოუკიდებლობით ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტიის და განხრის შტოარი, მთავარი არის, რომ ქვეყანა იყოს დაცული მსგავსი. ბატონ გიორგი, და ბოლოს ზუსტად ეს დიდი კონტექსტი მინდა ამის შეფასების საშუალება მოგცეთ. ყველას გვაინტერესებს თავად ზელენსკის პოზიციები, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ზოგიერთისთვის შეიძლება ითქვას, ოდნავ სარისკოც კი, როდესაც როცა ასეთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მოდის ტექნოლოგიური სამყაროდან, არ არის პროფესიონალი სამხედრო, არ ქონია ურთიერთობა და შეხებები დიდ სამხედრო ინდუსტრიულ, ასე ვთქვათ, კომპლექსებთან, თუმცა ისიც გასაგებია, რომ თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური ომებისკენ მივდივართ უფრო მეტად და ამ მხრივ გამოცდილება საინტერესოა, მაგრამ ხომ არ არის ეს სარისკო გადაწყვეტილებები, აი როგორ ამ გარდამავალ პერიოდში რას უკავშირდება თქვენი აზრით ეს გადაწყვეტილებები, უკავშირდება ერმაკის გაწევასთან თუ მის წასვლასთან ერთად ახალი ტიპის ვერტიკალის მშენებლობას, ხომ არ არის აქ ნაღმები და საფრთხეები, იმიტომ რომ სპეცსამსახურები ძალიან წარმატებული ხელმძღვანელები ან განთავისუფლდნენ, ან გადაიყვანეს ადმინისტრაციის უფროსად და ასე შემდეგ, ხო, რომელიც უკრაინის მმართველობის სისტემაში დაქვეითება ნამდვილად არ არის, მაგრამ მათი სპეციფიური ცოდნის, კავშირების, გამოცდილებების გათვალისწინებით ეს ხო არ გააჩენს რაიმე ტიპის დეფიციტს პროფესიონალიზმის თავად იმ სამსახურებში, რომელთა წარმატებაც რუსეთთან საომარ-დაპირისპირებაში დღეს გადამწყვეტია. ხო, ალბათ საკითხით ბევრად უფრო კომპლექსურია, საჭირო არის რომ გავყოთ. პირველი რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, ბევრს შეიძლება არ ახსოვს, მაგრამ მიხაილ ფედოროვი იყო ადამიანი, რომელმაც დაიწყო ომის დაწყებისთანავე ტექნოლოგიურ ბრძოლაში შევიდა. მან პირველი რაც გააკეთა ელონ მასკს ესაუბრა და ჩამოიტანა სტარლინკები. ეს მაშინ და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა არის რუსეთთან მიმართებაში. პირველი, მაგის შემდეგ გააკეთა პროექტი არმია დრონავ, ეგრეთ წოდებული, რომელიც იყო პირველი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური წინსვლა, რამაც ჩემი აზრით ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ფრონტის ხაზზე და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ტექნოლოგიურ და საომარ მოქმედებებში ძალიან დიდ დროს უთმობდა ამ თემას და ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის там ლინია დრონების ხაზი, როგორიც არის ბევრი ტექნოლოგიური ცვლილებები არმიაში, არის მისი და მისი ასე ვთქვათ, თიმის გაკეთებული.
შესაბამისად არ არის ახალი ამ სფეროში, როგორც ნახეთ დღეს მისი მხარდაჭერა ძალიან მაღალი იყო დღევანდელი პარლამენტის პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ ის მოდის როგორც ეფექტური მმართველი თავისი რეზულტატებით, როგორც ვიცე-პრემიერ-მინისტრი დიგიტალიზაციის მინისტრი, ხო, კი ბატონო. ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მისი მთავარი პროდუქტი, რომელიც არის დია, არის ნომერ პირველი პროდუქტი უკრაინაში, რომელსაც 23 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს და ბევრი სხვა ძალიან დიდი გასაგები, არ არის შემთხვევითი კაცი მოკლედ ამ თანამდებობაზე. რაც შეეხება სხვა გადაადგილებებს, დიახ. რაც შეეხება სხვა გადაადგილებებს, უნდა დავაკვირდეთ, პირველი SBU-ს ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალი ხმარა, რომელიც ჩემი აზრით და ბევრი ადამიანის აზრით ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სამხედროდ ამ მიმართულებით, რომელიც იყო ალფას ხელმძღვანელი SBU-ში, შესაბამისად მათ მიერ არის გაკეთებული ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი და ოპერაცია, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე. მათ მიერ იყო გაკეთებული და ყოველთვიურად ძალიან დიდი როლი შეაქვთ სამხედრო მოქმედებებში, ძალიან დიდ რაოდენობა რუსულ ძალას ანადგურებენ ისინი. შესაბამისად, თვითონ ამ პიროვნების მიმართ კითხვები მხოლოდ პოზიტიურის გარდა არ არის და იმეც ვიქონიებთ, რომ ის ტრენდი, რაც იყო SBU-ში გაგრძელდება. რაც შეეხება გურის ხელმძღვანელის გადაადგილებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამასაც მოგვიწევს, რომ დავაკვირდეთ, ასევე იმედის თვალით უყურებს უკრაინა ნებისმიერ reshuffle-ს, ასე რომ ვთქვათ, იმდენად რამდენადაც დიდი ხნის განმავლობაში ალბათ ყველა ხელმძღვანელობა ბერდება და შესაბამისად ყველა მოელის გაუმჯობესებულ მართვას და ახალ სტილს, მათ შორის უფრო მეტ ანტიკორუფციულ მოქმედებებს, უფრო აქტიურ გადაწყვეტილების და სისწრაფეს, უფრო ტექნოლოგიურ პროცესს და ბევრ საინტერესო რამეს, რაც იმედია, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ მომავალში.